ორი დაღუპული და ერთი დაშავებული თევდორემხულის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ავარიული საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი იგეგმება. კორპუსი, რომლის ზედა ფასადის ნაწილი 2 დღის წინ ჩამოინგრა, ამ დროისთვის სპეციალური ღობით არის შემოსაზღვრული და მიმდებარე ტერიტორიაზე გავლა აკრძალულია. 50-იან წლებში აშენებულ კორპუსს ავარიულობის მესამე კატეგორია ჰქონდა მინიჭებული. მერია ამბობს, რომ მობინადრეთა ნაწილის წინააღმდეგობის გამო კორპუსის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვა ვერ მოხერხდა. თბილისის მასშტაბით დაახლოებით 10,000 ავარიული სახლია, როგორც ირკვევა ჩანაცვლების პროგრამებში მონაწილეობაზე უარი საკმაოდ ხშირი არის, გამოც დედაქალაქის მთავრობას დღეს სპეციალური მიმართვის გავრცელება დასჭირდა. პრობლემის სიმწოვეზე და დროებით გასახლებაზე უარის გამო ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკების მკვეთრად ზრდაზე საუბრობენ სპეციალისტებიც, რომლებიც მერიას რეგულაციების გამკაცრებისა და ხისტი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. არქიტექტორები ყველა ავარიული სახლის აღრიცხვას ითხოვენ. 10,000-მდე ავარიული შენობა და პრობლემა, რომლის წინაშეც ბევრი ოჯახი დგას. ეს არის საკითხი, რომელიც თბილისის მერიისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარებას ასევე მრავალი წელი დასჭირდება. თუმცა ავარიული შენობების პრობლემის გადაჭრის გზად თბილისის მერია მოსახლეობას უკვე 3 წელია ჩანაცვლების პროგრამას თავაზობს. თევდორემხულის ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რადგან დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თუ ავარიულ შენობაში მცხოვრები ყველა ოჯახის თანხმობა არ იქნება, თბილისის მერიას არ აქვს იმის ბერკეტი, რომ შენობის დემონტაჟი განახორციელოს. ამიტომ დღეს თბილისის მერმა ამ პრობლემის წინაშე მდგომ ყველა პირს მიმართა, რომ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სტრუქტურა გიდგებათ თავდებში და გეხმარებათ იმაში, რომ საცხოვრებელი კორპუსი აუცილებლად იქნება აშენებული. ვინც ასეთ ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს, არ გექნებათ არაფერი გადასახადი. ქირით უზრუნველყოფას ახორციელებს მუნიციპალიტეტი. სამშენებლო სამუშაოები სანამ დასრულდება, იქნებით უზრუნველყოფილნი და შემდეგ უკვე დაახლოებით წელწადნახევარი, მაქსიმუმ 2 წელი ჭირდება მთლიანად სამშენებლო სამუშაოების დასრულებას, გადმოგეცემათ ახალ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში იმ ფართის ბინები, რომელშიც თქვენ ცხოვრობდით, უბრალოდ იქნება მთლიანად გარემონტებული. ავარიული შენობის ჩანაცვლების პროგრამით თბილისში 1/3 კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულდა და 36 ოჯახს სრულიად გარემონტებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართი უკვე გადაეცა. თითო კორპუსის ჩანაცვლება საშუალოდ წელიწადნახევარი სჭირდება. მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასის კატეგორიის ავარიული შენობები ღებულობენ ამ ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობას. გარდა ამისა, არის 100%-იანი თანხმობა ამ ხანაგობის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ეს ტრაგედია, რაც მოხდა, გაჟღერებული იყო ის ფაქტები, რომ არ საჭიროებდა 100%-იანი თანხმობას, მაგრამ ეს არ არის სიმართლე, არ შეესაბამება. მინერალ წესშიც ცალსახად ფიქსირდება ის, რომ 100%-იანი თანხმობის გარეშე მოსახლეობას არ აქვს უფლება მიიღოს ამაში მონაწილეობა. ავარიული შენობების კუთხით დედაქალაქი რომ დიდი გამოწვევის წინაშეა, ამაზე ამ სფეროს სპეციალისტებიც საუბრობენ და საკანონმდებლო ხარვეზებზეც ამახვილებენ ყურადღებას. მათ მიაჩნიათ, რომ როცა საქმე ავარიულ კორპუსს და აქედან მომდინარე საფრთხეს ეხება, უმრავლესობის აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული და მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა სავალდებულო არ უნდა იყოს. გამოსავალი არის ერთადერთი, სხვა გამოსავალი არ არის. დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ ამ შენობების შესწავლა, ასე ვთქვათ, აღწერა. თუ გნებავთ დავარქვათ პასპორტიზაცია, ყოველ შემთხვევაში ყველა შენობას უნდა ჰქონდეს თავის ტექნიკური პასპორტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა შენობას რა ჭირს. მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შელობა თუ რა უნდა გავუკეთო, როგორ უშველოთ. 10,000 შენობა ეს ძალიან ესეთი ადვილად ჟღერს, მაგრამ ამაში შედის, წარმოიდგინეთ, რამდენიმე ასეული 16 სართულიანი კორპუსი. აი წარმოიდგინეთ იმის ავარიულობა რას ნიშნავს, გააზრებაც კი რთული არის. ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში ამჟამად 3 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. 2-ზე კი ტენდერია გამოცხადებული. ყველაზე მეტი ავარიული სახლი იდენტიფიცირებულია ძველ ისტორიულ უბნებში: აბანო-თუბანი, სოლოლაკი, ვერა, ავლაბარი და მთაწმინდა, ასევე სამგორის, ნაძალადევისა და დიდუბის რაიონებში.